ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმის წინასაარჩევნო ეთერში გასვლა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთა იყო. ასე ფიქრობს უმრავლესობის წევრი გიორგი მასალკინი. დეპუტატმა TV4-ის ეთერში შესაბამისი განცხადება მედია ვასაძის მხრიდან ჯაბა ანანიძის მიმართ გაკეთებულ შეურაცხყოფელ ფაქტებზე გააკეთა. მასალკინმა არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა და გამოძიების წარმართვაც ეჭქვეშ დააყენა. გია მასალკინისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მედია ვასაძეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა. თემაზე ლანა ძაძამია მუშაობდა. ტელეარხი 25 ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გუშინ დეპუტატი გიორგი მასალკინი გამოეხმაურა. დეპუტატმა მეოთხე არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჯაბა ანანიძის მიერ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ მომზადებული საგამოძიებო ფილმის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ეთერში გასვლა იმ პირებმა დაგეგმეს, ვინც ტელევიზიის მფლობელებს ქონება ერთ ლარად გადასცა. დეპუტატმა ეჭქვეშ დააყენა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაც და გამოძიების წარმართვაც. მე ყოველთვის მექნება პლურული ეჭვი, რომ ეს ტელევიზია არ არის ბოლომდე თავისუფალი. სანამ ბატონი ჯაბა ჩაატარებს კიდევ ერთხელ გამოძიებას ჩაატარებს, თუნდაც ანალიტიკურ გადაცემას არ მიუძღვნის, რატომ საქართველოს გადასვლა 25 აქვს მილიონზე მეტი ღირებულების ქონება. მე პლურული ეჭვი, რომ სარედაქციო პოლიტიკა სწორედ გააშვებინა ეს ფილმი ერთი კვირით адრე. გააშვებინა ვინ ბატონო გიორგი? თქვით მაგრამ გააშვებინა ვინ? ის მისცა მილიონი ლარი ქონება. ეს არის ჩვენსკენ თითის გამოშვერა, როცა თავად არ რეაგირებენ, აცხადებს ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე. მისივე განმარტებით ფილმის სრული სარედაქციო თავისუფლების პირობებში მომზადდა და პროექტით გათვალისწინებულ ვადებში გავიდა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ფილმი უმაღლეს საბჭოზე, ხოლო არჩევნებში ჩვენ ვირჩევთ თვითმმართველობებს და ამიტომ ეს არ არის ამასთან კავშირში. გარდა ამისა, ეს ფილმი მომზადდა პროექტის ფარგლებში და მას აქვს თავისი განსაზღვრული ვადები. ჩვენ ეს საკითხი გამოვიძიეთ, დავდეთ ჟურნალისტური გამოძიება და ველოდებით დღემდე პროკურატურის თქვათ მოქმედებას და ის რომ ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურა არ მოქმედებს და არ დადო ზუსტი შედეგი თუ რა მოხდა ამ შემთხვევაში და ამას გიორგი მასალკინი და გვაბრალებს ისევ ჩვენ ეს არის მინიმუმ თქვათ პოლიტიკური უპასუხისმგებლობა თქვათ მისგან თითის გამოშვერა ისევ ჟურნალისტებისგან როცა თავად ხელისუფლება არ მოქმედებს. ბრალდებებს დღეს არხის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. გია სურმანიძე ერთ ლარად ქონების გადაცემის ფაქტით აპელირებას წინასაარჩევნო მანიპულაციად აფასებს. მისივე განმარტებით ამ საქმის დროული გამოძიება უპირველეს ყოვლისა მის ინტერესებში შედის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე ბრალდება გიორგი მასალკინის მხრიდან. პრინციპში ეს არა მხოლოდ გიორგი მასალკინის აზრია, ეს არის ხელისუფლების აზრი. მოთხოვნა მქონდა პროკურატურის მხრივ, რომ ეს გამოძიება რაღაც ჩარჩოში ჩამჯდარიყო და რაღაც დასკვნად დაიდო. არ ვაწყობთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ და ყოველთვის ეს იქნება არჩევნების წინა პერიოდი, ან როდესაც დასჭირდება, რომ ხელისუფლებამ რაღაცა ზეწოლა მოახდინოს, ყოველთვის ამ თემას წევს წინ. ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა, გია მასალკინის აზრით ნაციონალური მოძრაობის მიერ დაიგეგმა და ეთერშიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აღნიშნული პარტიის დაკვეთით მოხდა. საგამოძიებო ფილმის რედაქტორი განცხადებას უპასუხისმგებლოდ აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან კარგად იცის რა დაგვიჯდა ჩვენ რის ფასად დაგვიჯდა ტელევიზიის ნებისმიერ თანამშრომლებს ამ არხის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ამ არხის იმიჯის შენარჩუნება მისი მხრიდან ტალახის სროლა დიდი უპასუხისმგებლობა არა მხოლოდ ტელევიზიის მიმართ, საზოგადოების მიმართაც, რომელიც ენდობა ამ ტელევიზიას და მე მგონია, რომ ძალიან რისკავს თუ ფიქრობს, რომ ასე შეიძლება გადაარჩინოს თავისი და მისი კოლეგების რეპუტაცია. გია მასალკინისგან განსხვავებით პროკურატურის მხრიდან ფაქტის სამართლიანად გამოძიების იმედი აქვს არჩილ ხაბაძეს. მედია ვასაძეს გადაწყვეტილებას სწრაფად აქვს მისაღები. უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ პროკურატურა და საზოგადოება, ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ალბათ მედიას გადაწყვეტილება მისაღები აქვს და მე ვფიქრობ, რომ ის უნდა მიიღოს სწრაფად და თვითონ უნდა მიიღოს და არ უნდა ჩააყენოს უხერხულობაში არც პროკურატურა, არც პარტია და არც საზოგადოება ზოგადად. უხერხული მდგომარეობა და უნდა გამოვიდეს აქედან უმაღლესი საბჭო. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც დღეს გააკეთა და განაცხადა, რომ ამის არც განწყობა და არც საშუალება აქვს.